ეკონომიკური პროექტები და არაბული ინვესტიციები ამ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა დუბაიში. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი შეხვედრებს აგრძელებს. 6000-ზე მეტი სტუმარი არის ღონისძიებაში ჩართული. დეტალებით სალომე ქოქიაშვილი გვერდება მოამბის ეთერში. გუშინდელ დატვირთულ სამუშაო დღეს დუბაიში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მქონდა საკმაოდ სასიამოვნო დასასრული კიდევ ერთხელ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა ამჯერად ქართული დელეგაციის და პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ. მანამდე კი ბურჯ ხალიფას მშენებელმა და მფლობელი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს საპატიო ვახშამზე უმასპინძლა. ეს არის ემარ ჯგუფი, როგორც ცნობილია, სწორედ ემარ ჯგუფი არის ის კომპანია, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო 6 მილიარდ დოლარიანი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. დღეს დილიდან უკვე დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფორმატში გრძელდება სამუშაო დღე. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღის წესრიგიც არის საკმაოდ დატვირთული. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ჩანიშნული აქვთ არაერთი შეხვედრა, მათ შორის მსხვილი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელობთან და ამავდროულად პოლიტიკური შინაარსის შეხვედრებით შედგება. ჩვენი ინფორმაციით, როგორც დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, მსოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელშიც საქართველო რეგულარულად მონაწილეობს, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და პლატფორმა იმისათვის, რომ ერთის მხრივ მოხდეს უკვე არსებული პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავება თუ გამტკიცება, მეორეს მხრივ ახალი პოტენციური ინვესტორების მოძიება, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით, ვინაიდან დუბაის მსოფლიო მთავრობათა სამიტი ხშირ შემთხვევაში სწორედ ფოკუსირებული არის ხოლმე სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე. წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტექნოლოგიები იქნება. ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება ძალიან საინტერესო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ჩვენს მოგვეცა საშუალება, რომ ქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოსია დაინტერესებული. მათ შორის არაფორმალური შეხვედრები ჰქონდა ჩვენ EBRD-სთან, ჰქონდა Mazda-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტების განვითარებით არის დაინტერესებული. ეს არის საემიროების ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, სახელმწიფო კომპანია და ვფიქრობ, რომ ეს განახლება ინფორმაციის ყოველთვის სასარგებლოა. მსოფლიო მთავრობათა სამიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ იმ სამმავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც აქვთ მსოფლიო ლიდერებს, მოვისმინოთ ინფორმაცია, განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი კეთდება ციფრულ ტექნოლოგიებზე. დღეს იუსტიციის სამინისტროს სახელით მექნება პატივი ხელი მოვაწერო ანდორას სამთავროს ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების სახელმწიფო სამდივნოს შორის მემორანდუმს და ეს მემორანდუმი არის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შეეხება თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს ასევე ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში კიდევ რამოდენიმე მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. ვიცით, რომ დღევანდელი დღის წესრიგი არის საკმაოდ დატვირთული. დუბაისში მსოფლიო მთავრობათა სამიტი გუშინ გაიხსნა საზეიმოდ, მას 6000-ზე მეტი სტუმარი ესწრება და როგორც უკვე ცნობილი არის, როგორც გუშინ ამბობდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცელი მოხსენებით აქ შეკრებილ სტუმრებს გუშინ შუადღისას მიმართა. მადლობა, ეს სალომე ქოქიაშვილი იყო.